მოუბრუნდები საკუთარ თავს, თითოეული ჩვენგანი დღეს საღამოს ან ღამე განმარტოვდება კვლავ უფალთან და დაინახავ, რომ სულ ზღაფავ. ეს უკეთეს შემთხვევაში. სულ ზღაფავ, ანუ შენში რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალია. ხოლო არა შემთხვევაში სულსაც არ ღაფავ, ვერაფერს ვერ გზნობ, ვერაფერს ვერ განიცდი, გული მკვდარია, როცა ქრისტეს მოუწოდებ და ჩვენი გონება როგორც წისქვილი ამუშავებს უბინძურეს, არაფრის მაქნის, არაფრის მომცემ, ამაო გულის სიტყვებს მუდმივად და მასში ღვთაებრივი აზრები არ არის, ამუშავებს და ამ რაღაც ლოდებს უმაქნის და მტორით ივსება ჩვენი სული, სიცოცხლე კვდება ჩვენში. არა და ამ დროს მხოლოდ ღვთის დიდება უნდა იყოს, მოუკლებელი მსახურება ღვთის წინაშე, მხოლოდ სიკეთე, მხოლოდ სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისადმი, დაცლილი ეგოიზმისგან, ანგარებისგან, შურისგან, უსიყვარულობისგან, მრისხანებისგან, ამ ყველაფრისგან დაცლილი, ახსავსებ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით. როცა ვხედავთ ჩვენს რეალურ სავალალო მდგომარეობას, კვლავ და კვლავ აღვიჭურვოთ, მოტივირებულები გავხდეთ ბრძოლისათვის და არ შევწყვიტოთ ეს ბრძოლა უკანასკნელ ამას უთქვამდე, რომ ვინძლო ამით მაინც, არა ჩვენი მადლმოსილებით, არა იმით, რომ სანთელნი ვიქნებით, ესე იგი სასანთლეზე დაბრძანებული, არამედ ჩვენი სიმდაბლის, სინანულის, გლოვარების გამო შეგვიწყალოს უფალმა. და მიუხედავად ჩვენი უღირსობისა არ გავიდეს ჩვენი გულიდან, იმიტომ რომ თუ ქრისტე გავიდა ჩვენი გულიდან და მე გარდავიცვალე იმ დროს, როდესაც ქრისტე ჩემს გულში არ იქნება, როგორც მიპოვის, ისე განმსჯის, ჩემზე დაეშვება საღვთო სამართლიანობის მძიმე და ცივი და სასტიკი მახვილი და ქრისტესთან შეხვედრა საშინელი იქნება.